მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ საერთო ახლა. ნუ საერთო რასაკვირველი კიდევ შეგახსენებთ მაინც, რომ ყველაფერი არ დაგემთხოვათ, მაგრამ ვინაიდან რეკომენდაციებში გაქვთ ეს ვიდეო, საჭიროა ალბათ იმ დროს რომ რაღაცა გაიგოთ ინფორმაცია და მაინც უფრო ზუსტად რომ ვიტყვით, რამდენად შეიძლება თქვენზე იყოს, შეიძლება 20% იყოს თქვენზე, ან 80, ან 100-ვე, ან სრულიადაც აგიაროთ ამ საერთო გაშლამ თქვენ გვერდი, ამიტომ პატარა იდენტიფიკაცია ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით და მოქმედებს გაშლა მაშინ, როცა ვნახულობთ. ვინ ხართ თქვენ დღესდღეობით? პაშტას საჩვენებენ, პაშტასი. ტკივილის რეჟიმში ხართ 3 ახმით, რაღაცა გულში ვიღაცამ ტკივილი მოგაყენათ, ხმალი გაგიჭოთ, შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედზე იყოს პაშტასით საუბარი, 3 ახმალი, 4 ახმალი ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაში ხართ, დაძინება გინდათ, დასვენება გინდათ, აი დაიძინოთ და გაიღვიძოთ და ეს სიტუაცია აღარ იყოს, აი ეს გულის ტკივილის რეჟიმი, რომელსაც 3 ახმალზე გითხარით, რომ ძალიან მოწყენილი და ტკივილის რეჟიმში ხართ, შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედზე იყოს, როგორც გითხარით საუბარი, შეიძლება ვიღაცის გამოკლებაზე თქვენი ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან არ არის გამორიცხული საერთო გაშლაში იყოს ასეთი ადამიანები, დაკარგეთ ცხოვრებაში ვიღაცა საყვარელი ადამიანი, ძვირფასი ადამიანი, რომელმაც დაგაფიქრათ ამაოებაზე ცხოვრების, რომ რა მართლაც წამიერია ჩვენი ამ ქვეყნიური მოვლინება და რა და როგორ უნდა ჩავდოთ ენერგია ჩვენ ცხოვრებაში ყოველწუთიერად იმისთვის, რომ აი ესე ერთ დღეს გაიღვიძებ და უბრალოდ ის საყვარელი ადამიანი, რომელიც გუში შეიძლება ნახე და ძალიან კარგად იყო, უცებ ამ ქვეყნად აღარ არის, ყველას გვაშოროს რასაკვირველია ასეთი დანაკარგები, მაგრამ შეიძლება იყოს უბრალოდ დანაკარგი ადამიანის, უბრალოდ გულის ტკენა, უბრალოდ სამი პრობლემა დიდი, რომელიც ერთმანეთთან ვერ გაკავშირებთ, ვერ ხვდებით, ვერ გადალახეთ რაღაცა პრობლემები ძალიან დიდი, რთული, სამი პრობლემა, შეიძლება 3 ადამიანი იყოს ამ პრობლემაში, თქვენ ურთიერთობაში გამოჩხერილი, ასე ვთქვათ, ან სასიყვარულო სამკუთხედზე იყოს, როგორც გითხარით, იმიტომ რომ აქ არის გრძნობებზე საუბარი, პაშტასით ეს არის ბავშვური სიყვარული, გულწრფელი სიყვარული, რომელიც ახალი დაწყებულია და პაშტასით შეიძლება ახალ ურთიერთობაზე იყოს საუბარი, რომელიც გულის ტკივილი მიიღეთ ამ ურთიერთობიდან, რასაც არ ელოდით, კალოდის ირში ამოდის ხლის მეფე, შეიძლება საუბარი იყოს თქვენ ყოფილ პარტნიორზე, ყოფილების კარტია როგორც წესი, ჰაერისტიქის მეფე, ასევე შეიძლება საუბარი იყოს ადამიანზე, რომელიც წარმოადგენს ორგანოების თანამშრომელს, პირველ რიგში რასაკვირველია, ეს არის ცივი არახთან მჭიდროდ, ასე ვთქვათ, დაკავშირებული პერსონაჟი, რომელმაც მოხმარება იცის, ცივი არაღის და ორგანოების თანამშრომელია, კანონდებელია, კანონმორჩილია, კანონიერი ადამიანია, როგორც წესი, სულმცირე თუ ორგანოების თანამშრომელი არ არის, ნებისმიერი პოლიციელიდან დაწყებული, მოსამართლემდე დამთავრებული ეს ადამიანია, ძალიან სინდისიერი, კანონიერი, ძალიან მენტალურად კარგად განვითარებული, ჰაერისტიქის მეფე შეიძლება იყოს, ჰაერისტიქიას წარმოადგენდეს ტყუპების ასწორი მერწყულის ნიშანი, ასევე შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც კარგი IT-შნიკია, ჰაერისტიქის მეფეები ძალიან კარგად მუშაობენ IT სფეროში, ასევე არიან როგორც წესი შეფპოვრებიც, ცივი არახთან მათაც აქვთ კონტაქტი და ასევე არიან ადამიანები, რომლებიც განქორწინებულ ან ქვრივის სტატუსში არიან იმ შემთხვევაში ამ პერიოდისთვის, იმიტომ რომ მას წარსულში ერთგვარად პრობლემატური პირადი ურთიერთობები აქვს სადღაც დატოვებული. ხურული კარს იქით, მაგრამ რომელმაც ის გახადა პრინციპში ცივ მეფეთ, ჰაერის მეფეთ, რომელიც გრძნობებს ნაკლებად ააშკარავებს ესე თავისას, უფრო რაციონალურია, უფრო მენტალურად განვითარებულია, უფრო კანონიერია, სინდისიერია და ყველაფერს აკეთებს აქედან გამომდინარე თავის ცხოვრებაში დგავს სინდისიერ კანონიერ ნაბიჯებს, კანონიერების დამცველი ტიპაშია უფრო. ძალიან მართალი ადამიანია, მოდი ესე გეტყვით და თავისი სიმართლით დადის ყოველთვის, ცდილობს ყველა ნაბიჯი და ყველა ქმედება იყოს მისი სინდისიერი. სწორედ ამიტომაც შეიძლება რაღაცა ვერ გეტყვით, რომ თქვენ უსინდისოდ მოიქეცით და მან სინდისიერად გული გატკინათ, მაგრამ ერთგვარად მისმა სინდისმა არ მისცა შეიძლება რაღაცა ისეთი ნაბიჯის გადმოდგმა,
და გადმოდმის უფლება, რამაც დაგაღონათ. შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედზე იყოს სწორედ საუბარი, როგორც გითხარით, ან რაღაცა ისეთ თემატიკასთან დაკავშირებით, რომელმაც თავისი კანონიერებით, სინდისიერებით, ასე ვთქვათ, და სიმართლით, რომელიც მასში არის, ერთგვარი რაღაცა პაუზა და გაშეშება გამოიწვია თქვენ ურთიერთობაში, რაც შეიძლება ეს პაუზაც იწვევდეს თქვენში დეპრესიის მდგომარეობას და გულის ტკივილისას, რომ აი არ ჩანს და რაღაცნაირად არ მოქმედებს. ასეთი ენერგეტიკა თუ ემთხვევა, მაშინ გავიგოთ რა უნდა იცოდეთ ახლა. ის რაც უნდა იცოდეთ. ის რომ ძალიან სწრაფად შეიძლება SMS-ი მიიღოთ ამ პიროვნებისგან, როიან ჟეზლით ეს არის ძალიან სწრაფი კარტი და იმპერატორად არის წარმოდგენილი ადამიანი შეიძლება როგორც გითხარით არის მეუღლე ან ვიღაცის მეუღლე სავარაუდოდ და არა თქვენი, იმიტომ რომ თქვენი მეუღლე ახალდაწყებულ ურთიერთობაში არ იქნება. ეს არის ვიღაცის მეუღლე ან ადამიანი შეიძლება წარმოადგენდეს რამე კარგ თანამდებობას, მაგალითად მენეჯერის, უფროსის, ხელმძღვანელის და ამ შემდეგ კარტია, როგორც წესი იმპერატორია. იმპერატორს კარგი ეგოც აქვს თავის წარმოჩინების და მეათე მაღალი არკანია მოდის ბედის ბორბალი. რაღაცნაირად ბედის ბორბალი ისე შემოbrunდება, რომ ძალიან სწრაფ რეჟიმში ეს ადამიანი, ეს თქვენი იმპერატორი, რომელიც თავისი კანონები აქვს და თავისი ეგო აქვს ძალიან მაღალზე, გამოჩნდება სწრაფ რეჟიმში. SMS-ი, სოციალურ ქსელში მიწერ-მოწერა, საღამოს რეჟიმი იქნება უფრო დიდწილად, სავსე მთვარეობის პერიოდი შეიძლება იყოს. არ არის გამორიცხული ნაწილისთვის, ასევე ნაწილისთვის არ არის გამორიცხული, რომ უბრალოდ შებინდებულ პერიოდში გამოჩნდეს. SMS-ი, მესიჯი, ზარი, მისგან ძალიან სწრაფი გამოჩენა არის. სავარაუდოდ კონტაქტზე გამოსასვლელად თქვენთან მიმართებაში. კიდევ რა უნდა იცოდეთ? ორიან პენტაკლი, 10-იან ხმალი, 7-იან ჟეზლი. ეს ის მომენტია, როცა აწონდაწონის და შიშების რეჟიმში იყავით, რომ დასრულდა თუ არ დასრულდა ჩვენი ურთიერთობა და ხან ისე ფიქრობდით და ხან ისე ფიქრობდით და ვერ გადაგეწყვეტათ ეს წერტილი უნდა დასვათ თუ არ უნდა დასვათ, მზად იქნებით თქვენი მხრიდან, რომ ამ ურთიერთობაში ჩადოთ, ესე იგი თქვენი ენერგეტიკა და გაუმკლავდეთ ყველა წინაღობას თუ რამეები, ვიღაცეები, რაღაცეები ხელს გიშლიდათ ურთიერთობაში და ამისთვის თქვენი მზაობა საჭირო იქნება ერთგვარად мотиваციას გადაწუნის ერთ-ერთი მხარე თქვენი იმისი რომ ჩადოთ თქვენი ენერგიები ამ ურთიერთობაში და თქვენი მხრიდან გაუმკლავდეთ იმ პრობლემებს რაც გიშლით ხელს ურთიერთობაში. კიდევ რა უნდა იცოდეთ? ისე ურთიერთობაზე იყო საუბარი, კიდევ რა უნდა იცოდეთ საერთოდ? ნუ მოდის თქვენი თასის პრინცი, როგორც გითხარით, შებინდებისას, როგორც გითხარით, ძალიან დიდი ალბათობით შებინდების პერიოდში იქნება მისი გამოვლინება ემოციური თქვენთან მიმართებაში, SMS-ით მოსვლით, ზარით თუ როგორ იქნება ეს ყველას თქვენი გაქვთ საერთო გაშლაში, მაგრამ აი ეს ეჭვები რაც გქონდათ, ის უნდობლობა, ის მე-18 მაღალი არკანი, ეს არის ძალიან დიდი ეჭვიანობის და ძალიან უნდობლობის და ძალიან საერთოდ გაურკვეველი მომავლის ამ ადამიანთან მიმართებაში რა და როგორ გვექნება. მე-20 მაღალი არკანი იუსტიცია მოდის აქ არის ურთიერთობის აღზევებაზე საუბარი, ეს არის განულება კი არა და აპდეიტებას ვეძახი ხოლმე მე ამ კარტს ურთიერთობაში, სადაც ლოცვით, აფირმაციით, მოქმედებით, ყველაფერი ერთად კომპლექსში იმოქმედებს იმათ, რომ როგორც გითხარით, მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი შემოbrunდება ისე, რომ აი ეს თქვენი დადებითი ემოციური ფონი, თქვენი მოქმედება და არა მხოლოდ იჯდე და ილოცო და არაფერი არ აკეთო, გვერდზე წამოწოლილმა და აი ღმერთი ჩამომიგდებს მე ამ ადამიანს და ყველაფერი თავისით მოგვარდება, ესე არ მოხდება მეგობრებო. რეალურად უნდა შეხედოთ ყველაფერს, არა მხოლოდ აფირმაცია, ლოცვა და ესე იგი წარმოსახვა არის საჭირო ამ მდგომარეობაში, მოქმედებაც უნდა შეუთავსოთ, უნდა შეუხამოთ. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ უნდა იმოქმედოთ პირველი ნაბიჯი გადადათ თქვენ, მეორე მაღალი არკანით ეს არის
ძალიან ესეთი შინაგანი ემოციური ფონის მიმართ დაყრდნობა, აი ემოციები რის საშუალებასაც მოგცემთ ისე უნდა იმოქმედოთ და შეყვარებულები არის კალოდის ძირში. შერიგება მოხდება?